მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი და მინდა გითხრათ, რომ მივაღწია 1000 გამომწერს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მულტფილმი არ მიჩვენეს. არა უშავდა და ამის გამო მე მინდა, რომ ხვალ ჩავატარო უფასო მასტერკლასი, აღსანიშნავად ესე ვთქვათ, საღამოს 8 საათზე, ესე ვთქვათ, წინა საახალწლოდაც, თავისთავად. და ვისაც გნებავთ რომ დაესწროთ ჩემ უფასო მასტერკლასს, გთხოვთ რომ მომწეროთ მეილზე, ჩაგსვავთ ჯგუფში და შესაბამისად ხვალ გამოგიგზავნით ლინკს და შემოგბრძანდებით ამ ლინკით. უშუალოდ საღამოს 8 საათზე გამოგიგზავნით ლინკს. ახლა რაც შეეხება თემას, რაზეც მინდა 2-3 სიტყვა გითხრათ, ხშირ შემთხვევაში მწერენ ხოლმე ტრეიდერები, რომ მაგალითისთვის აი დონეებთან დაკავშირებით, შესulis მომენტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს ორი თემა გააერთიანოთ, ანუ მარტივად რო გითხრათ, დონე არის ის ადგილი, სადაც ბაზარი ხშირად მიდის. აი ყველაზე მარტივი განმარტება შემიძლია ასე ვთქვა, ხშირად მიდის და იქიდან მერე იწყებს რაღაც მოძრაობას. მაგალითისთვის აი დავაკვირდეთ აი ამ ფასს, ხო? დღევანდელი ფასი არის სხვათა შორის $, კანადური დოლარის წყვილი და დღის შიგნით, აი შეხედეთ რამდენჯერ მივიდა ერთი და იგივე ფასთან, ხო? ეს ფასი იყო დაახლოებით 1.3384 და აი ამ ფასთან აკეთებდა ზუსტად ასკლეტებს. გასაგებია რომ აქ მერე მოხდა ინფორმაციის გამოსვლა და ბაზარი ზევით წავიდა, მაგრამ აქაც ერთი საინტერესო დეტალი არის, ხო? თუ დავაკვირდებით ცოტა შორიდან, ანუ წინა დღესაც თუ დავაკვირდებით, გუშინდელ დღეს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ აქაც იყო ერთგვარი დონესავით, ანუ ფასი მოდიოდა აქედან დაიწყო ძლიერი მოძრაობა და დღეს უკვე ამ ფასის ქვევით ვეღარ წავიდა ბაზარი. შესაბამისად, სად შეიძლება იყოს შესulis წერტილი? რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში შეიძლება იყოს შესulis წერტილი. იმიტომ რომ ეს ის მომენტი არის და ეს ის შემთხვევებია, სადაც მსხვილი მონაწილეები, საშუალო მონაწილეები ბაზრის იღებენ გადაწყვეტილებას რაღაც ნაბიჯი გადადგა. და შესაბამისად, აბატონო, ერთი სვლა, აბატონო, მეორე სვლა, აბატონო, მესამე სვლა. გასაგებია, ახლა ეს დაბალი ტაიმფრეიმი არის, თუნდაც აი 15 წუთიანი ტაიმფრეიმია და 15 წუთიან ტაიმფრეიმზე ჩანს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ასეთივე სურათები მაღალ ტაიმფრეიმზეც. მაგალითად, ავიღოთ ავსტრალიური დოლარის წინააღმდეგ, ხო? თუ გადავხედავთ ამ სურათს, უბრალოდ მოვნიშნე ეს ყველაფერი, რომ დაგენახათ კარგად, თუ გადავხედავთ ამ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ აი ამ წერტილებში თუნდაც ეს არის დღის გრაფიკი, ბაზარი მოდიოდა ქვევით, ხო? მოდი ცოტა წარსულზეც გადავიდეთ. თურმე ამ წერტილიდან, ანუ ამ ფასებიდან ბაზარმა ასევე გააკეთა რაღაც სვლები. შესაბამისად, ამ ფასთან ბაზარი გაჩერდა და ქვევით წამოვიდა. ამ ფასიდან ბაზარი ერთი და იგივე ფასია, ხო? ამ ფასიდან ბაზარი ქვევით წამოვიდა. ესე იგი ჩანს, რომ ნებისმიერ ტაიმფრეიმზე ჩვენ შეგვიძლია ანალოგიური რამ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ეს არის უნივერსალური. გასაგებია რომ ზოგ ტაიმფრეიმზე, დღის გრაფიკებზე სხვა მონაწილეები არიან, 15 წუთიან გრაფიკებზე სხვა მონაწილეები არიან და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სურათი არ იკარგება არანაირად. ანუ ერთი და იგივე სურათის გამოვლენა ხდება ხოლმე ბაზარზე. მაგალითად, ავიღოთ აი ეს მომენტიც, აი დააკვირდით, დაახლოებით ვიძახი, აი ამ ფასს თუ ჩვენ დავაზუსტებთ, ხო? ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ფასიდან ბაზარი ზევით წავიდა და როგორც კი გამოარღვია ბაზარმა ეს ფასი, ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით ქვევით მოდის ბაზარი, ну გასაგებია დიდი ჩრდილები აქვს და რაღაც, მაგრამ ქვევით მოდის ბაზარი. ამიტომ მეგობრებო, როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ რა ვქნათ, სად გავავლოთ ხაზები, ვთქვათ, წინაღობა მხარდაჭერის დონეები და ასე შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ. აიღოთ უბრალოდ რაიმე სუფთა გრაფიკი, ერთ წუთი ვნახავ, სუფთა გრაფიკი ავიღეთ, ხო? და დავინახეთ აი ესე დღის გრაფიკი მაგალითისთვის, ხო? არა აქ არსებითი მნიშვნელობა, რომელი გრაფიკი და ასე შემდეგ. დავინახეთ, რომ ბაზარი
სიტყვაზე ავიღოთ აი ამ წერტილში, აი ამ ორ წერტილში, ესე ვთქვათ, შეყონდა და პირიქით ქვევით წამოვიდა მოძრაობა. თუ გადავავლებთ თვალს შემდეგ ეტაპს, როდესაც უკვე ხელმეორედ მიდის ბაზარი, ჩვენ შევამჩნევთ, რას აკეთებს ბაზარი ამ შემთხვევაში, ხო? როდესაც მივიდა ამ ფასთან, მიუხედავად მცდელობისა, რომ ბაზარი წასულიყო ზევით, აბატონო ხედავთ როგორ შემოვიდა შიგნით და ისევ კვლავ ჩამოვიდა დაღმავალი მიმართულებით. და ასე შემდეგ, ანუ ჩვენ შეგვიძლია ესეთი ფასები მოვნიშნოთ, აი ესეთი ფასები მოვნიშნოთ და ვნახოთ, რომ ამ ფასებიდან რა თქმა უნდა ბაზარი იწყებს რაღაც მოძრაობას. მაგალითისთვის ავიღოთ აი ეს ფასი, ერთ-ერთი მაქსიმალური ფასი, ხო? ესეთი თითქოს პატარა მაქსიმალური ფასია, მაგრამ თუ დავაკვირდებით შემდგომ ეტაპს, გახდა სარკისებური დონე და აქედან ბაზარმა დაიწყო მერე დიდი სვლები აღმავალი მიმართულებით. აბატონო, შევხედოთ კიდე ამ სიტუაციას. გვაქვს აი ესეთი პატარა დონე, ხო? მე ხშირად ვიძახი ხოლმე ერთ რაღაცას, რომ აუცილებელი არის დავაკვირდეთ ან წვრილმანებს, ანუ წვრილმანებში ჩნდება ბევრი საინტერესო მომენტი. აი ეს არის წვრილმანი, ანუ თითქოს შეუმჩნეველი დონეა, თითქოს არაფერს ეს დონე არ წარმოადგენს, მაგრამ ხედავთ ამ დონესთან როგორი გამოვლინება აქვს ბაზარს. აი რამხელა ჩრდილებს იკავებს, ხო? ეს არ არის იანვრის თვე, ეს არ არის დეკემბრის თვე, ეს ფაქტიურად შუა წელი არის, მარტის თვეა, წლის დასაწყისია და ხედავთ როგორი გამოვლინება. თავისთავად მოხრის წერტილები, ბაზრის, ანუ კორექციის და ტრენდის ტალღის დასრულების წერტილები, თავისთავად არის დონეები და ჩვენ შეგვიძლია ეს დონეები, რა თქმა უნდა, მოვნიშნოთ და ვნახოთ მერე ბაზარი როგორ რეაგირებს ამ დონეებთან. ანუ ჩვენ უნდა გქონდეს მარტივი სურათი. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვექნება რაღაც რთული ფილოსოფიური მიდგომები ბაზარზე, რა თქმა უნდა ეს არ გამოდგება, ხო? იმიტომ რომ უბრალოდ რთული ფილოსოფიით ადამიანი ვერ მუშაობს. აი მარტივად ვერ მუშაობს. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, არ გვჭირდება ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ინდიკატორები, რაღაც გინდა საბირჟო ინდიკატორები, გინდა რაღაც აი ესეთი ლამაზი ფილოსოფიური სიტყვები და ასე შემდეგ, რომ ჩვენ დავინახოთ მყიდველები და გამყიდველები რეალურ რეაქციას რომელ ფასზე აკეთებენ. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს, ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ვიმყოფებით დღის გრაფიკზე, ავიღოთ თვის გრაფიკი მაგალითად, ხო? გადავავლოთ თვალი, აბა თვის გრაფიკს თუ არის ასეთი ფასები, უკაცრავად, სადაც ბაზარი ასე თუ ისე ყოვნდება და რაღაცას აკეთებს. მაგალითისთვის ავიღოთ აი ეს ფასი, ხო, აბატო. შევხედოთ ამ ფასს, დავინახავთ, რომ ამ ფასზე ბაზარი ზევით წავიდა, ამ ფასიდან ბაზარი, ხედავთ, ეს არის 2015 წელი ქვევით წამოვიდა. ისევე როგორც ქვედა ფასი, ხო, აი, შეხედეთ, ქვედა ფასი რა კარგი ფასი ყოფილა. ამ ფასზე შევყოვდით, ისევ ამ ფასიდან ზევით წავედით, ფაქტიურად ამ ფასიდან განვავითარეთ აღმავალი სულები ზევით. რა თქმა უნდა, თვის გრაფიკზე ამდენი სურათი, ვთქვათ, ფასების სურათი და ასე შემდეგ არ გვექნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რო ვიცოდეთ, ძალიან ძლიერ ფასებს აღმოვაჩენ ჩვენ აქ. იმიტომ რომ ძირითადი ტენდენციები, რა თქმა უნდა, აქ ჩანს. გადავიდეთ თუნდაც კვირის გრაფიკზე, ხო? არ გვინდა ძალიან შორს წასვლა და ვნახავთ შემდეგ რაღაცას, რომ თურმე, აბატონო, ავიღოთ აი ეს ფასი, შეხედეთ როგორი ფასი არის, ხო? ანუ მინიმუმიდან ზევით წავიდა ბაზარი, მაქსიმუმი დააფიქსირა ქვევით წამოვიდა, იგივე ფასებიდან ერთი შეხება ქვევით, მეორე შეხება ქვევით და ეს დანაყოფი ერთი წელიწადი, ანუ გამოდის რომ ერთი პოზიცია ფაქტიურად რამდენიმე თვე. ესა, ხო, რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლებოდა განგვეხილა და ასე შემდეგ. აი, ასეთი ფასებიდან, რა თქმა უნდა, ღირს მუშაობა, იმიტომ რომ ჩანს კიდეც ბაზრის მონაწილეთა ნამოქმედარი, ფიქრი და ასე შემდეგ. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ მაგალითად 4 საათიან გრაფიკზე. ნებისმიერ სურათზე შეგვიძლია დავაკვირდეთ რა ხდება ბაზარზე. აი მაგალითისთვის ავიღოთ აი სურათი, ხო? რა თქმა უნდა, აქ ისედაც ჩანს მინიმუმები, მაგრამ თუ კარგად ესე გავსაზღვრავთ ჩვენ მინიმუმებს,
აღმოვაჩენთ, რომ აქედან შეიძლებოდა თქვათ ყიდვაზე მუშაობა, იმიტომ რომ ბაზარი ზევით მიდიოდა. რა თქმა უნდა, ამ ფასს ჰქონდა კიდე საპირისპირო ფასი, გაყიდვის ფასიც და აბატონო ჩვენი გაყიდვის ფასი, რომლის გარღვევის შემდეგ ბაზარი დაიძრა უკვე აღმავალი მიმართულებით. დღის შიგნითაც ასევე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ასეთი ფასები, მაგალითად უფრო სუფთა ფასები, მოდი ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დღის შიგნით არის ძალიან ბევრი ესეთი მოძრაობა, ცრუ მოძრაობა, ესე ვთქვათ და ხშირად ტრეიდერს უჭირს ხოლმე რაღაცის განსაზღვრა. მაგალითად ეს ფასი სადაც მოხდა ცრუ გარღვევა, მეორე დღესაც ანალოგიური სურათი გქონდა. ანუ დაიჭირეს იგივე ფასი და ცრუ გარღვევით მერე წავიდნენ აღმავალი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტრენდს აქვს არსებითი მნიშვნელობა, ანუ როდესაც ვუყურებთ ასეთ ფასებს, ჩვენ ვითვალისწინებთ ტრენდი საით მიდის და თუ ტრენდი მიდის აღმავალი მოძრაობით, ჩვენ თავისთავად უფრო ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ბაიზე. ანუ არ უნდა ვიფიქროთ, რომ შემოვატრიალოთ მოძრაობა გონებაში. გნებავთ აი დღის გრაფიკს რო დაუკვირდეთ ჩვენც, ხო? ჩვენ ვხედავთ აი ამ მონაკვეთში, ბაზარი მოდის დაღმავალი მიმართულებით. და რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ თქვათ შევიდეთ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, აქ რამდენიმე ვარიანტი არის, მაგრამ ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით შეგვიძლია დაველოდოთ, როდის შეიცვლება ეს მოძრაობა დაბალ time frame-ზე თუნდაც, ხო? აი წარმოვიდგინოთ იგივე 4 საათიან time frame-ზე, იგივე საათიან time frame-ზე. აი როცა შეიცვლება ეს მოძრაობა აღმავალით, მაშინ რა თქმა უნდა შეგვიძლია შევიდეთ პოზიციაზე და ვხედავთ კიდეც, ხო? ძალიან ესე ვთქვათ, დიდად წავიდა თითქოს ზევით ბაზარი. აი მერე უკვე დაიჭირეს ფასი, საიდანაც ღირდა უკვე შესვლა ყიდვაზე, რა თქმა უნდა, ყიდველებმა დაიჭირეს ეს ფასი და ღირდა უკვე შესვლა ყიდვაზე და შემდეგი რამდენიმე თვე ფაქტიურად წავედით აი ესეთ ძლიერ აღმავალ მოძრაობაში. ამიტომ მეგობრებო, როდესაც გინდათ რომ აღმოაჩინოთ ესეთი თქვათ ფასები, ძლიერი ფასები, იქიდან ივაჭროთ და ასე შემდეგ, თქვენ აუცილებლად უნდა დაინახოთ ეს მომენტები. ყველას გისურვებ წარმატებულ ვაჭრობას და გმადლობთ ყურადღებისთვის.